საღამო მშვიდობის დღეს ბატონ ნიკო ცეცხლაძეს ვსტუმრობთ, მხატვარს, რომლის შემოქმედებასაც დღეს საქართველოში და არა მარტო საქართველოში ყველა იცნობს და მისი ნახატები თითოეული ჩვენგანის ოჯახში ყოველდღიურ განწყობას ქმნის. ბატონ ნიკო, საღამო მშვიდობის, დიდი მადლობა რომ თქვენ სამ არაჩვეულებრივ გარემოში მიგვიღეთ და დარწმუნებული ვარ რომ დღეს თავგადასავალის მაყურებელი თქვენგან ბევრ საინტერესო თავგადასავალს მოისმენს. დიახ, მოგესალმებით. ხო, თავგადასავალი ბევრი მქონდა, მაგრამ ხო, და აი მოდით ბავშვობიდან დავიწყოთ. თქვენ აი ამ ძველ უბანში დაიბადეთ, გაიზარდეთ და როგორი ბავშვი იყავით საერთოდ? ხო, ცელქი ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ ესეთი უძველესი არ უბრალოდ ცელქი ვიყავი, ყველა ბავშვი ცელქი უნდა იყოს და საერთოდ მიყვარს ბავშვები. აი ბავშვები რომ ბავშვობა რო ეტყობოდა უდროოდ რო არ არიან დაკაცებულები რაღაც, ხო აი ბავშვობა ბავშვმა უნდა გაიაროს რა და მე ის ისედაც ვეყოფ ეხლეს ასაკი და რაღაცა. ხო და ამ უბანში ესე იგი ესეთ კალაუბანს ეძახიან ამას, ამ სახლში ბაბუა 1927 წელს ამ სახლიდან წაიყვანეს ბაბუა გადასახლებაში. ხო და ჩემთვის ისეთია რა ეს უბანი თვითონ აი ისეთი ინტერნაციონალური უბანი იყო, ეხლაც კი არის, მაგრამ ნუ ძალიან ბევრი წავიდა ეზიდები, აზერბაიჯანელები, სომხები, ებრაელები და აი ამან ძალიან დიდი ინსპირაცია მომცა რა, ასე ვთქვათ, რომ გავჩნდი, აი ძალიან დიდი როლი ითამაშა, იმიტომ რომ ესეთ რაღაცებს ვეხებოდი, რაღაც ერთი ოჯახებით ცხოვრობდი და ითქვა აი ეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია რა, არ იყო აქ რაღაც ერთმანეთში ხდება რაღაცა შუღლი და ძალიან ისე ლაგად ვიყავით, ასე ვთქვათ. აი რამდენი წლიდან გახსოვთ? აი მეხსიერებაში თქვენი ბავშვობა რამდენი წლიდან მოდის? დაკავშირებული, აი ალბათ სადღაც ესე 8-9 წლის რა ბავშვი ვიყავი, რაღაცებს ვხატავდი ჩემთვის და ის პირველი ნამუშევარი დედაჩემმა შემინახა კიდეც მაგ შენახული, იმიტომ რომ დანარჩენი ნამუშევრები არაფერი აღარ დამცვა და ის ნამუშევარი მაინც შენახული მაქვს. მახსოვს ეს ძალიან ისე რაღაცას წერდი თუ რაღაცას გაკვეთილი და ფურცელზე დავიწყე ხატვა რაღაც. ეს ამაზე გამოვიდა მე და რა არის ეს პირველი ნახატი? პირველი ნახატი არის ესეთი პეიზაჟი არის, ესე ვთქვათ, ეწივდა ძალიან ლამაზი, რომ ეხლასე უყურებ მიკვირს რა, ესე იგი ის რაღაცები, აი როგორმა გაკეთებული, რასაც ალბათ ცოდნა ჭირდება და შეიძლება ხანდახან ეს აი უცოდინრობა და რო არ იცოდი გეხმარება ხელოვნებაში. აი ხანდახან ეს ბევრი ცოდნა ხელსაც გიშლის, ხო და ასე ვთქვათ, აი ესე დაიწყო ჩემი მხატვრობა და ბატონ ნიკო, ცელქი ბავშვი ვიყავიო, მითხარით და აი თუ არ ვწდები მერვე კლასიდან სკოლიდან გაგრიცხეს. აი რაში გამოიხატებოდა ეს თქვენი სიცელქე? სიცელქე? იცით რაში გამოიხატებოდა? ჩემი სიცელქე რომ დეივიდ ლინს დიდებს კითხეს რომ აი სკოლაზე რა სიტყვიო და არა სკოლა არ მიყავდა, აი სკოლის მიღმა რაც ხდებოდა ეს მაინტერესებდაო და ვეთანხმები რომელ სკოლაში სწავლობდი? 39, ეხლა მესამე ექსპერიმენტალური, იმიტომ რომ რაღაც ესეთი სკოლა და ეს პერიოდი ძალიან ცუდად მახსენდება. აი არ მინდა თქვა, მაგრამ ზოგადად მაგ კორუმპირებული რაღაც აი მოყვე ერთი ისტორია. აუცილებლად. ესეთი უცნაური ისტორია ეთყობა პერფორმანსისტი ვიყავი, არ ვიცი. მესამე თუ მეოთხე კლასში იყო აი რაღაც დავალებას რო გაძლეო, რომ აი საკონტროლო თუ რაღაცა, რომ აი როგორ გაატარე ზაფხული რაღაცა. საშინაო დავალება. ხო თუ საშინაო დავალება აღარც მახსოვს, ხო და მე ამ საშინაო დავალებაში ჩავწერე ის რეალობა და სახელები აი ამალია დეიდა იყო, ბიძია რაჩიკა, იქ შევხვდი რასიმას და ესეთ სახელები ჩავწერე, მაგრამ გულიდები ყვებოდი ამ ისტორიებს როგორ მივიდიოდი დავუშვათ აი ფესაკზე
ებრაელ თემაზე მიყვარს ძალიან მაცა და ხარაზოთი რა. ჩავწერ და მას რომ მივიტანეს ისო მასწავლებელმა რვეული თავზე გადამახია. რომ რა არისო ესო. ესე იგი როგორი რაღაცა რასისტი რაღაც მასწავლებელი ხო და ყველას ქონდა რაღაც ხო დალაგებული ესი გავატარე და მე მქონდა გულახდილად რასაც უყურებდი ყოველდღიურად აქ ებრაელების ქორწილიყო ხოლმე ღამე გამოილვიდნენ ხოლმე და მუსიკა რაღაცა და ისე ძალიან მაგარი იყო რა პატარა ნიუ-იორკი იყო აქ მე მგონი ეს ჩვენ მეიდან და ეს რეალობა ამ ეს დავწერე და მასწავლებელმა თავზე გადამახვია რა მე ეხლა რომ ვაცნობიერე პირველი პერფორმანსი ეს იყო სკოლაში ესე იგი ხო და რატო გაგრიცხეს? ხო, რატო გამრიცხეს? იმიტომ რომ ისეთი აურა იყო, არ მიყვარდა ამ სკოლაში სიარული რა. რაღაც აი თან ის არ მიყვარდა ფორმის ჩაცმა, ხარ რაღაცას ვიცმევდი. რაც მაინტერესებდა, იმაში კაი ნიშანი წყვეტა, რაც არ მაინტერესებდა, რაღაც არ მიყვარდა. და რა იყო ეს და საგნები, რაც გაინტერესებდა? რაც მაინტერესებდა, ისტორია მიყვარდა. ესე იგი მიყვარდა ხატვა. აი ყველაფერად ის ფიზიკა, ქიმია ეს რაღაცები ჩემთვის იყო აი სიგიჟე და თან პედაგოგების ხლაც ისეთი ვერ იყვნენ ამ ფიზიკის და ქიმიის. ვერ თავსდებოდით არ მიყვარდა სიარული, სულ გარეთ მაინტერესებდა რა ხდებოდა რა მართლა. ბატონო ნიკო, როგორი იყო მშობლების რეაქცია, როდესაც დაიბარეს მშობლები და უთხრეს რომ სკოლიდან გეტყვით მშობლების რეაქცია ისეთი იყო, მე კლასთან გამიცხეს დედაჩევა მიყვარს ლაშქარაშვილი იყო განათლების მინისტრი მე მგონი არ მახსოვს. ხო რაღაც ეხლაც მახსოვს და მახსოვს კაბინეტში შემიყვეს საბჭოთა პერიოდი და აი თქვენი შვილიო ბანდიტიო რაღაცები ნუ ამ ქალმა იმის მაგვირად რომ ბავშვი ეთქვა რომ ბავშვი რა ხდება რაღაც და დედაჩემმა უთხრა რომ ჩემი შვილი ბანდიტი და ხულიგანი არასოდეს არ იქნებაო აი მახსოვს დედა სიტყვები და რა იქნა საწყალხას ნუ გაგიჟებული გადარეული შვილი და გზას აცდა და მე უნდათ ვიღაც ნათესაო მოდი ღვინის ტექნოლოგიურზე ჩააბარები და კიდე კაი და დედამ გაიქცა რომ ხატავდა მოდიო თოიძეში ვცადოთო მე ჩააბარე ამ თოიძეში ჩააბარე თოიძეში და იქაც ისე ჯგუფში მოვხდი მარტო ბიჭები იყო და მასწავლებელი ცოტა მოკრიმინალო ელემენტი იყო მე მგონი და რაღაცა შევედი ამ ჯგუფში და აი ჩემ ჯგუფში უნდა იყოთო წყლარათო ხანდახან ჩემი ხელი მოგხვდება და ვისაც გინდა დაშვი მე ავწე ხელი მითხარი არ მინდა რა თქვენ ჯგუფში ბატონო უცხეს კარგად ნახვამდი და გადამიყვანეს შალვა ჟორჟოლაძე იყო ესეთი ადამიანი ძალიან კაი ესეთი აურა კონდა ესეთი ცილინდრი რაღაც ისეთ კაცი იყო და ამოცადეგი და ამ ჯგუფში რომ გადავიდი იქ ისეთ კაი ადამიანები სწავლობდნენ მხატვრები და დამაწყებეს რაღაცების ხატვა იმიტომ რომ ბავშვობის მე არც ის მიხატია რა მართლა დავიწყე რაღაც პირველი 1-2 ეწიოდი რომ გავაკეთე თვითონ მეც გამიკვირდა პედაგოგსაც გავუკვირდა რომ როგორ გააკეთებო ნუ რაღაცები ამას ჭირდება ცოდნა გავლენა ყობა შიგნით იყო ეს რაღაცები და აი ესე დავიწყე რაღაცების კეთება და მიჭირდა ხატვა ფანქარში და მასწავლებელს თუ დაბალ ნიშას მიწედა და მაგრამ ის მქონდა სულ რომ მეთქე რატო ვერ უნდა დავხატო და ესე იგი ინიო ბარჩაის წიგნი არის რა ანატომია და დავჯექი აქ და 2 თვე ესე იგი სულ ძვლები რა ამოვხატე და რომ მივედი და დავიწყე ფიგურის ხატვა ეს მასწავლებელი გაოცებული დარჩა თუ ესე შეგძლებია ხატვა რატო არ ხატავდი აქ მე თოიძედანაც გამრიცხეს ხო და რატო ხო და არ ვიცი ეთქობა რაღაცა ესეთი ბედი რა ჯანმრთელობა ეხლა ამას იმით კერომ ძალიან ცუდი მაგრამ ეთქობა რაღაცა იქაც შეუთავსებლობა რაღაცა ისტორიები იყო ხდებოდა ეხლა ყველაფრის მოყოლა ხო და ასე თქვა ჩააბარე მე აკადემიაში მაგრამ თუმცა აკადემიაშიც აბარებდი 4 წელი ხო აკადემიაში 3 წელი ვაბარებდი და მე-4 წელს რატო მოხდა ეს რა ვიცი ხა იმ დროს ეთქობა აკადემიაში მოხდა რაღაცა ნაცნობობა იქ ძალიან ბევრი ვინც ასწავლიდა მათი შვილები ეწყობოდნენ ხო და აი იცით რა მაინტერესებს ამ 3 წლის განმავლობაში არ გქონდათ თქვათ ეს იმედგაცრუება ბრაზი არა კი მქონდა მაგრამ რაღაცა რომ აღარ ჩავაბარებ არ მქონდა იცი რა მაინც მიზანი მქონდა მინდოდა რომ აი დამემტკიცები აი ესეთი ვარ აი რაღაცა აი სანამ არ მივიყვან ბოლომდე არ არსებობს არ შევეშვები რა აი ეს თვისება მაქვს და მოკლედ ფარნა ლაპიაშვილი იყო კომისიაში ძალიან დიდი მოქალაქე ხატვარი და უთქე რა სისხვილიაო ამ კაცს როგორ არგებთ მართლა კარგად ისა ხატავდი და მართლა ისე დამუშავებდი ყველაფერს ვასრულებდი პატიოსთან და არ მინდა ხა გვერდასახელები გვერდზე ვიღაცები იდგა და იმათ ვეხმარებოდი ხოლმე რა
აი პროფესორების შვილები ვინც აბარებდნენ ხო და აი პროფესორების შვილებიდან მეგონი აი არავინ აღარ ხატვარი არავინ არ გამოვიდა ასე თქვა ის 6 წელიწადი ისწავლეს და დაანებეს ხატვას თავი და ვინც ესე 3 წელი მამუკაც ესე 4 წელი აბარებდა რა ვიცი და კი და ასე თქვა მე არ რაღაც ისეთი მითქვა რომ რაღაც მხატვარი მაგრამ ყოველ შემთხვევაში მხატვარი ვარ რა ეს არის ხო ვინც აი ამდენ ხანი ვაბარებდი და ვინც პირველ წელს ეწყობოდა ყველაფერი უზრუნველყოფილი ქონდა რაღაცა ვერ ხედავ მათ ამას და ეს პერიოდი იყო რა ნაცნობობა რაღაცა და დამტანჯეს მაგრამ კარგიც არის ალბათ ეთქობა დიდი პრაქტიკა გავერე აი ესეც ის კარგად გამოვიყენე რა შემდგომ პერიოდში ჩემი ვიდეშვილი მამუკა ცეცხლაძე ბელჯიელმა მოყოლილი მუშაობდა დიპლომზე აკადემიაში იქ ვიკრიბებოდით კარლო კაჭარავა ოლეგი ტიმჩენკო მამუკა ჯაფარიძე პატარა ოთახი იყო და რაღაცა ესე ხატავდით დავიწყეთ რაღაც ესე ხატვა პატარა რაღაც გრაფიკები და მე ამან მიიღო სერიოზული სახე და თითქმის 2-3 თვის მანძილზე ყოველდღიურად აქ მქონდა მუყავები და რაღაცა პროტესტივით იყო უარყავით ეს ზეთის აღებები და მუყავები ბითუმი და სხვადასხვა მასალები დავიწყეთ ხატვა ასე ვთქვათ ექსპერიმენტები და აი შეკრებები ურთიერთობა მთავარი რაც იყო რომ აი მან ასე ვთქვათ თითქოს ყველა აი გაგზარდა როდესაც დაასრულეთ უკვე სტუდენტები იყავით აკადემიაში მაგ პერიოდში სწავლობდიყო მე-10 სართულზე ზემოთ ოთახი იყო და იქ მუშაობდი და ამან მიიღო მე ძალიან სერიოზული სახე და რასაც ჩვენ აქ მაკეთებდით და მუშაობდით და მასალით ექსპერიმენტს ვატარებდით ანალოგიური რაღაცები თუნდაც ხდებოდა ევროპაში შემდეგ რომ ჩავედით 85 წელს გამოფენა ჰქონდა ბერლინში ძალიან გაუკვირდათ რომ საბჭოთა კავშირში იმ პერიოდში აი ესეთი რაღაცები საიდან ეს ნამუშევრები და როგორ აკეთებდით და ეს რაღაც ესეთი ინსპირაცია მოდიოდა და თან კარლოსაც ესეთი როლი მიუძღვის რომ რაღაცებს ყვებოდა ისტორიებს და გერმანულ მხატვრობაზე საერთოდ გლობალურად ხელოვნებაცოდნე იყო და უნიჭიერესი ადამიანი როგორც მხატვარი როგორც ხელოვნებაცოდნე როგორც მოაზროვნე ასე ვთქვათ ხო თუმცა მოხდა ისე რომ სამხატვრო აკადემიიდან იქიდანაც ხო გამიცხეს ეს იმიტომ მოკლედ ბერლინში უნდა ქონდა გამოფენა და ამას დეკანს ძალიან ისა არ მოეწონა რომ არ გაგიშვება შენ კომკავშირელი არ ყოფილხარ რომ თავის დროზე ესეც იშვიათია არ ყოფილვარ კომკავშირელი იმ პერიოდს წარმოიდგინეთ არ მიმიღეს კომკავშირში ხო და რაღაცა მოკლედ გადამეკიდა ეს კაცი რა რომ არა რაღაცა და მე ხატვის გაკვეთილი იყო და პედაგოგი ხატავდა და რაღაც ცოტა ესეთი უცნაური კაცი იყო და მე ვთქარ მოდი თუნდა შეგეჯიბრები ხატვაში აი რატო თქვი რა ჯანდაბა რატო მაგრამ რა ვიცი მოხდა ესე და ეს ყველაფერი რა ვიცი ერთად მე იმ კაცს არ მოწონდა ჩემი პოზიცია მაშინ რა ვიცი რა იყო და ეს გადამეკიდა და გამრიცხა რომ გამრიცხა და მან წავედი ბერლინში მოკლედ პირველი გასვლა იყო ასე ვთქვათ ქართველი მხატვრების ესეთი არ ხდებოდა მაშინ და 5 მხატვარი გაგვიშვეს ბერლინში ეს იყო 85 წელი ხო ნუ იქ ცალკე ისტორიები იყო კიდე ბერლინში ისეთ ოჯახს სადაც ცხოვრობდი ჩვენ იქ ცხოვრობდა შემოდი ალენ გინზბერგი ხო ისეთ ხალხი იკრიბებოდა ეს გამოფენა რომ გავაკეთეთ მართლა გაუკვირდათ რომ ის უნდა გააკვირა ევროპელი ყველაფერი ხდებოდა მაგრამ იმ პერიოდში ზუსტად იგივე რაღაცებს ხატავდნენ რაც ბერლინში ხდებოდა და რაზეც მუშაობდნენ ესეთი მე სტატიაც კი იყო რომ ექსპრესიონისტული სკოლის ფუძემდებლები არიან საქართველოსშიო ეს მე მოგვიდა უკვე მარჯანიშვილის სახელოსნოში გადავედით მე-10 სართულზე იქ მუშაობდი და ეგ ეს წელი გაფართოვდა და იქ მე კოკარამიშვილი მოდიოდა გიარი გვავა რა ვიცი ეძგვერაძე რა ვის კიდე ბატონი მიტო იყო მოსული თუმანიშვილი წარმოგიდგენთ დამოვიდა ეს არ დადეს ხოლმე და ძალიან მოეწონა და ეს კარლოს დამსახურება იყო ეს კანონების ინსტიტუტში მუშაობდა კარლოს და ბატონი მიტოც ხო იქ იყო და მოკლედ აი ვინ არ მოდიოდა ყველა ტატო კოტეტიშვილი ეს რეჟისორი გურამ წიბახაშვილი აი იქიდან გავიცანი და ძალიან ბევრი რაღაცები იქიდან დაიწყო ასე ვთქვათ ისტორიები და ძალიან მაგარი ფოტოგრაფი და ჩვენი მემატიანია გურამი რა ვიცი ძალიან ბევრი აი ვერც ვიხსენებ ისეთი ადგილი იყო ფაქტიურად თანამედროვე ხელოვნების ცენტრი იყო ეს შემიძლია თქვა იმ პერიოდში და სერგოს რო კითხეს აი რა სიტყვითო და ერთი ჩემი სახლი და მეორე ამ ბიჭების სახელოსნო სადაც
მოძრაობა არის ეს სერგოს სიტყვები არ ხო და აი სერგო ფარაჯანოვს ვიცი რომ განსაკუთრებული როლი უჭირავს კი ბატონო ცხოვრებაში და ერთ-ერთი მაინტერესებს როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები და რა როლი ითამაშა თქვენ შემოქმედებაზე ბატონმა სერგომ კი ბატონო ესე იგი რა როლი ითამაშა და მოკლედ ოლეგ ტიმჩენკო მეგობრობდა ადრე სერგოსთან და მიგვიყვანა და გავიცანით სერგო რაღაცა ისეთი ურთიერთობა შედგა და ძალიან ბევრ დროს მასთან სახში ვატარებდი და იქ მახსოვს კაიდანოვსკი მახსოვს ძალიან ბევრი ესეთი ხალხი ცნობილი ხალხი მოდიოდა ქალბატონი ლანა ამოდიოდა რა ვიცი ყველა ვინც კი რაღაცას აკეთებდა და რაღაც ისეთი იყო ყველა მოდიოდა სერგოსთან ესეთი ჯერ ისეთი ულამაზესი აივანი იყო აივანზე ეკიდა ნამუშევრები და აი ესეთი გალია ქონდა ჩიტის გალი იმაში იყო შავი დიდი ფეხსაცმელი პლატფორმას რო ეძახოდა და ქართველი ქალის ბედი. არა უცნაურია. ხო და რაღაც აი ცეთი მოძრაობა იყო, ძალიან ბევრ რამეს სწავლობდით. უყვარდა ხელს არ უშლიდით, იმიტომ რომ სულ გვაინტერესებდა რა ხდებოდა და ერთ-ერთი ნამუშევარი კოლაში მაქვს მონაწილეობა მიღებული რა. სერგოსთან ერთად ესეთ ბედნიერი ვარ. ის კოლაჟი ახლა სახლ-მუზეუმში კიდია ერევანში. აი ეს ნამუშევარის ხო და ერთ-ერთი ჩამოსული იყო ესეთი ეკეჰარდ მაასის სერგოსთან და სერგომ უთხრა ეს ბიჭებიო ძალიან საინტერესო არტისტები არიან, მხატვრებიო და ერთი გამოფენა რომ გავუკეთოთ ბერლინშიო. ანუ სერგო ფარაჯანოვს უკავშირდება ის პირველი გამოფენა ბერლინში. დიახ, სერგოს უთხრა და ამან მოკლედ ვიზები გამოგვიგზავნა და არის აი მართლა გაგვიშვეს ეს ხუთი მხატვარი რა, უცნაური იყო იმ პერიოდში რომ იქ ისეთი ამბები ჩავატარე და რაღაც აი გამოფენები და აი რასაც კი წესმარი და თავისუფლება ისე ვიცხოვრე და რა მართლა ძალიან საინტერესო გამოფენა გამოვიდა. იქ გავიცანეთ გალერისტები, მერე იქ მუსიკოსები, ვისთან ცხოვრობდით იმ სახლში ამ ეკესთან, მასთანაც და მის მეუღლე ვილფრიდა მაასი ძალიან საინტერესო ქალი იყო და თუ კი რამე ალტერნატიული რაღაცა მუსიკა, მხატვრები მაგასთან იკრიბებოდა და მოკლედ პირდაპირ იქ მოხვდით და აი ეს აქაური უშიშრების თანამშრომელიც მახსოვს ის ქალბატონი რომ რო შემოვიდა და მივხვდი ჩემ და ამას ესე რატო ხატავთ ეს რა არის ეს მე ვთხარი კაი ნუ იღლები მეთქი რა უკარო ბრუნდებოდით ხო ერთ-ერთმა და შემომთავაზა რომ რაღაცა ხო დარჩები აქა და არა იმიტომ რომ მეგობრები აქ ბრუნდებოდნენ და პრობლემები შეიქმნებოდა და რა თქმა უნდა არც კი ფიქრიათ და ხო არა კი ჩემთვის არის საყვარელი კედელი და მე ცოტა მოლბერძე არ ვხატავ რა საქმე და ეს კედელია ჩემთვის აი ხედავთ რამდენი ეს ტეტილები ეს ლურსნებით ვამაგრებ ხოლმე ამ ნამუშევრებს და მთელი ჩემი ბიოგრაფია ეს კედელი და მე ძალიან მოდიდი რომ ბუნებრივია რაღაც აი ხანდახან უკვე ადგილის აღარ არის ვეღარ ვარწევ ლურსნებს უკვე დაიშალა კედელი რა მაგრამ ესეთი კედელია რა ჩემი ბიოგრაფია ნამდვილად და ჩემი სახე აი ესეთი ვარ მე რაღაც ეს კედელი როგორიც არის არეული ხან დაალაგებული და მომწო ჩემი ცხოვრება მიყვარს თქვენ მკითხეს რომ აი რა შესული თქვენ ცხოვრებაში და აბსოლუტურად არაფერს მეთქი ბედნიერი ვარ ისეთ ხალხთან მოხდი ისეთ წრეში გავიზარდე რა ვიცი ურთიერთობები მქონდა ამ ძალიან ბევრია ის ძვირფასი ადამიანები ვისთანაც შეხება მქონდა და ყველაფრის მადლობელი ვარ ცხოვრების რომ აი ურთიერთობა მაქვს ესეთ ადამიანებთან და რა ვიცი რა ვთქვა და სიყვარული სიკეთე და ყველაფერი კარგი მინდა კიდევ ერთხელ უსურო ჩემ სამშობლოს ჩაწყობით ხატრობა არ ხდება რა თუ ხარ ჩანს ფაქტია და ყველა სფეროში ესეა ხელოვნებაში სპორტში და თუ შინაგანად არის შიგნით რაღაცა ის ჩანს ნამდვილად კეცა და ამიტომ აი რო არ წვალობ და რაღაც ესე ლაღათ რო ხარ და აი სილაღე აი მხატვრობა იმიტომ მიყვარს რაღაცა სულ აი მოგზაურობაში ვარ რა იმიტომ რომ მიყვარს ექსპერიმენტები ხან ხალხად მოგზაურობ ხან რაღაცა და მაბრუნებს ბავშვობაში რა აი ხა ესე რა ხელოვნება რას არა აი ჩემთვის ეს არის რა რაღაც აი მამოგზაურებს ასაკს ვერ ვძნობ რაღაცა კაი გონია რომ ესე ბავშვი ვარ და რაღაცა ისე რა ისე ვარ რა ვიცი რა ვთქვა და დიდ სიამოვნებას მანიჭებს არის ხოლმე ხანდახან შეიძლება შეკვეთები რაღაც ესეთი იმიტომ რომ ადამიანი ცხოვრობ მაგრამ იმასაც გულით ვაკეთებ და მოსწონთ ეს ხალხს ესე იგი
აი რაც უნდა დრამატული იყოს ნამუშევარი თუ ის აურა არა აქვს, ხო? ის ცოტა ესე სიმძიმე, შეიძლება მძიმე რაღაცა თემა იყოს, მაგრამ ის აურა უნდა მოდიოდეს ლაგი, რომ გესიამოვნებოდა, რა ვიცი, მოსწონს და სიამოვნებას ანიჭებს ძალიან ბევრს, აი გავიდი და მიხარია, გავუჩევი როგორ მომწონს ქერი ნამუშევარი, ეს ჩემთვის დიდი პატივია რა. აი ვიპოვე. კიდე კაი ვიპოვე. უკან მოვაწერო ხელი, ხო? აუცილებლად, თუ არ შეწყვეტები. არა, როგორ გეკადრება. ეს ნატურმორტი. საოცარი ფერებია. და ეს ბალერინები. აი ზუსტად. მაქსიმალურად შევეცვალე გაიხარეთ. კარგი. არა, როგორ გეკადრება. საშინელი ხელი მაქვს, საშინელი. ნიშნავს სკოლაში მაკლებდნენ ხელი იმის კალიგრაფიის გამო. ნიკო 2025 ყვავილები. ჩემო ძვირფასო მოიცადე ის. გაიხარეთ, მიხარია. მთელი ჩემი ცხოვრება, აი 85 წლიდან რომ დავიწყეთ ამის კეთება მე-10 სართულზე გზა იყო ევროპა და იქ რომ ვიყავით ბენის, ასე ვთქვათ, პირველი ელჩები ვიყავით ჩვენ მაშინ და გვეკითხებოდნენ და ესაუბრეთ აი ესეთი სიტუაციაა და იმის შემდეგ ამ პოზიციისთვის არ მიღალატია. და ესე ამ პოზიცია, იმიტომ რომ თავარი ეს იყო და ამ გზაზე ვდგევარ და დღესაც რაც ხდება ჩვენი გზა არის ევროპა და თუ კი გადავრჩები და გადარჩენა გვინდა, ეს არის პროგრესული და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი უნდა ვიყოთ. ხო, ნამუშევრებიდან გამომდინარეც, მაგ ისეთი ნამუშევრები, იცი რა, პოლიტიკურით ეხება იმას და ეს აუცილებელია, იმიტომ რომ არტისტმა შენი აზრი უნდა მკაფიოდ დააფიქსირო და ეხლა დღეს რომ გაჩვენდე და ხმა არ ამოიღო და არაფერი არ თქვა, ეს სიკვდილის ტოლფასი უნდა თქვა შენი აზრი და დააფიქსირო ყოველთვის შენი რასაც შენ ფიქრობ. როდესაც ქართველები და ხელოვნები ერთიანდებიან, არ არსებობს მათი დამარცხება, არ არსებობს. არა სიბნელეს. აქ არის სინათლე, იმიტომ რომ ამათ ფერის ეშინიათ, შავ ჯიპებში, დაბურულ მინებში ვერ ხედავენ სივრცეს, სილაღეს და სინათლეს. გითხავთ თქვენს გამორჩეულ პერფორმანსებს. აი კოლმეურნეობის მოედანზე ოლექტივ ჩონკოსთან ერთად იგივე მონტენეგროში ბიენალეზე გუდრონის ოთახი. აი ეს საიდან იცოდი? ვიცოდი. ბატონ ნიკო, თუ გამოყოფდით აი განსაკუთრებულად რომელიმე ესეთ თქვენს პერფორმანსს? არა, გამოყოფით როგორ გითხრათ, იცით, აი და აიცით ყველაზე ძალიან რა მაინტერესებს, აი რომელმა ესეთმა პერფორმანსმა დაიმსახურა მაყურებლის ნახველის აი განსაკუთრებული კი გეტყვი. თქვათ აღფრთოვანება, ემოცია, თუ გახსენდებათ. პირველად ესე იგი ვიყავით ნარვაში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე, ჩასულები ვიყავით და იყო ჩამოსული რუსეთიდან, სხვადასხვა ხიდან, ბელარუსიდან და ესეთი არტისტი იყო იგორ კაშკურევიჩი, რომელიც ახლა დასავლეთში ცხოვრობს და იქ გავაკეთეთ პირველი პერფორმანსი ზღვასთან ვიდექით, რაღაც შეფუთულები ვიყავთ, მე გააქვსნეს და წავედი და ზღვაში რაღაცებები და ნიშნები რაღაცებს წერით და პირველი, იმიტომ რომ მოიტანად რომ აი შეიძლება ხვალ დამჭირდეს და რაღაცა მასალით რაღაცა ნამუშევარი დადგა ზეგ, შეიძლება გრაფიკაში ვიმუშაო, გააჩნიეს სიტუაციას. აი ხა 24-ში გქონდათ 24-ში უკრაინასადმი მეწვნელი. იმიტომ ესეთი მსგავსი მქონდა ქართველი და უკრაინელი მხატვრების გამოფენა იყო სოფოსთან კოკა-კოლას სივრცეში და იქ ჩამოწერე ქალაქის სახელები. კიევი, ბუჩა, მარიუპოლი, სახელები და ესეთი სახელებია თუ დღეს ეს ქალაქები გადარჩება, მშვიდობა დაისადგურებს. სოფოსთან გავაკეთე და ეხლა გავიმეორე, იმიტომ რომ აი შარშანაც ესე იგი მიუძღვენი გამოფენა, აი შარშან წინ პაატა შამუგიასთან წერათა კლუბში გავაკეთე, რაღაცა უკრაინული კოქტეილი გავაკეთე, ვიდეო იყო ჩართული, ეს ქალაქის სახელები ისმოდა და ყოველ წელიწადს ასე თქვა ვუძვდი უკრაინას და აქ გადავწყვიტე ქალაქის სახელები კიევი, ბუჩა ადამიანებს ეკეთა და იყო სიჩუმე და სიჩუმეში ვიდექით 1 საათის განმავლობაში და ძალიან ბევრი ხალხი სახალხო აქცია იყო, მოდიოდა ამ ქალაქის სახელები ამობეჭდილი იყო და ყველა ეკიდა და ვიდექით აი ესე ჩუმად, აი ესეთი აქცია იყო ეს 24-ში და ხო და რაც შეეხება პერფორმანსს, ისი თქვა მინდა კიდე ადრე მქონდა ქაროსლაში გავაკეთე კიდე პერფორმანსი, მაგრამ ესეთი მნიშვნელოვანი და მართლა ესეთი ძალიან მუხტი ქონდა მე და ოლეგმა მიწისქვეშა გადასასვლელში კოლმეურნეობის მოედანზე
ოქროს ფრათს, ესე იგი, შევიგებეთ და ჩავდექით ვიტრინებში. მაშინ რაღაც ისეთი ლამაზი იყო ექარებას გასუფთავებული, ვიტრინებში ჩავდექით, 20 წუთის განმავლობაში ვიდექით გაუნძურეთ, მე ერთდროულად თავწიეთ ეს ხელები, ჩავამტვრიეთ ეს ვიტრინები და ისე ვიდექით და რაღაც ხალხის რეაქცია ცოცხლები ყოფილან და ეს ორი მანიკენი ხო და რას უკავშირდებოდა ეს აქცია? აი რაღაცა, აი იმპერიოს რაღაცა ომი, გაურკვეველი მდგომარეობა, აი თან ისეთი ადგილი იყო ეს კომერციის მდიდარ ხალხი ბაზარში დადიოდა და რაღაცა აი მოგვეწყვიტა ამიდან და აი თან რაღაცა აი თავისუფლება და რაღაც ის აი დანგრევასთან რაღაც აი სიტუაციიდან გამომდინარე და თურმე ანალოგიური პერფორმანსი გაუკეთებიათ ჟილბერტი და ჟორჟი ინგლისელი მხატვრები, როგორც ისინი იცოდნენ გალერიის ვიტრინებში და ჩვენ ვიყავით საშიშროების წინაშე, რაღაცას ესროლა, რაღაცა ეკნა და მე აი 20 წუთის შემდეგ გამოვიდი და ეს იყო პერფორმანსი და ეს პერფორმანსი მე იყო დასავლეთში იყო გაუშვე და სხვათა შორის მართლა ისეთი იყო, აი შტამბეჟტა როგორ ვთქვათ, პერფორმანსი არ იყო, ეს უფრო ვთქვათ აქცია, მოდი დავარქვათ. მართლა ისეთი იყო, მუხტი ქონდა და ძალა ქონდა რა. ბატონიკო, უნდა გკითხოთ აუცილებლად, ძალიან მაინტერესებს საიდან ჩდება, ან რას უკავშირდება თქვენ შემოქმედებაში ეს კონკრეტული თემატიკა, აი ვთქვათ ბალერინები და ანგელოზები. მე მიყვარს რა ექსპერიმენტები მოკლედ. რაღაც ესეთ კაი ნამუშევრს რო გავაკეთებ და მომეწონება, მე როცა რომ მოდისაც შეიძლება მიხარია და იმ ადამიანებს გულს რო ვახარებ, რაც კი აი მე-10 სართულის მაგარი ნამუშევრები სულ კოლექციებშია, გივი ფარასტაშვილის კოლექცია, თხილავას კოლექცია და საზღვარგარეს დასავლეთში ძალიან ბევრი. აი ეს ოქროს ხანა ასე ვთქვათ რა, აი ექსპრესიონისტული, აი გიჟური ნამუშევრები ყოლა შეხედავდი, გული გაგისკდებოდა, მაგრამ რაღაც ესეთი აურა მოდიოდა რა მაინც. იმიტომ რომ გუდრონი და იმით იყო დახატული ბითუნი ლაკები და რაღაცები ხატავდით. და არის რაღაც ნამუშევრები, რაც არის ხან შეკვეთები გალერეებში, იმიტომ რომ იმასაც გულით ვაკეთებ, რა თქმა უნდა, რომ რაღაცა სიამოვნება მივანიჭო ადამიანს. და ესეთი სერიები, ანგელოზები, ჯამბაზები, ბალერინები, ქალაქები და გულით არის გაკეთებული და ეთქობა ესეთი დადებითი აურა აქვს ამ ნამუშევრებს რომ მოსწონთ რა. ხო და ძალიან მიხარია და რა ვიცი რა ვთქვა, მადლობის მეტი რამე თქვით რომ ადამიანს ყიდულობ ჩემ ნამუშევრს რომ მირეკავენ და სულ მადლობას ვუხდი რომ დიდი მადლობა რომ ესე იგი მოგწონთ ჩემი ნამუშევრები და რაღაცა ეს სიამოვნებას გვირდა ეს უმთავრესია. ну მაგ სხვადასხვა სახის ნამუშევრები, იმიტომ რომ არ მყავს ერთმანეთს გაჩერება, ეხლა მაგ სერიას ვაკეთებ, მაგალითად დილობთ ყავას რუსა, მე ხელსაყრელზე ყავით ხატავ ანგელოზებზე, ეს ბუნებრივად მოხდა, რაღაცას ხატავდი და დამეღვარა ყავა იმოდი და ხელსაყრელზე თუ ავწვინე, რა ფიგურა გამოჩნდა და მე იმის მერე მომივიდა იდეა ესე და დავიწყე ანგელოზების ხატვას. აი რამდენი მაქვს ეს? ერთი 150 ამის გამოფენა უნდა გავაკეთო მე. ზოგს არც ეთყობა და მაგარია რო არ ეთყობა. ესეთი აი გაცერცილი ანგელოზი ზოგს. ზოგიერთი ძალიან დრამატულია, ზოგიერთი პირიქით. აი ეს ანგელოზი ლამაზია, პატარა. აი ეს ანგელოზი თითვალება. აღარც მახსოვდა მე. მეც ყველა ესეთებია რა, რაღაც ძალიან მაყოფილი ვარ. ქონდა კიდე რაღაც სერიები, რომელიც შეიძინეს ყვავილი და პეპელა ესეთი, რაღაც ბუნებრივად ძალიან განსხვავებული სერია, ვარსკვლავების სერია. სიტუაციიდან გამომდინარე, მაგ დაუშვათ ფოტოსერია ნამუშევრები. აი ხო მქონდა გამოფენა და მე ჩემი ნამუშევრები იყო ნიკოლომაშვილის და კოკა რამიშვილის და იქ მქონდა გამოფენილი ორი სკამი. ესე თქვა და ამ ნამუშევარს ეთქვა და სკამ უკეთესი ადგილი. შეიძლება არის ხო რაღაც ავტობუსში ან მანქანაში ხო ერთი დეგივე სკამი დაждე, მაგრამ ეძებ უფრო უკეთეს ადგილს. ხო და ეს სკამი რაღაც ისეთია და ეს ნამუშევარი მქონდა ორი სკამი. პანდემიის პერიოდში გავაკეთე გამოფენა. ეს ძალიან ისე დაიწყო რა, მოკლედ სახში ეს მიყვარს ეს გაურკვეველი ჩემი ისა. სავარძელი მიყვარს, ისე მიყვარს გიждები, აი ძველი დაიქა, მაგრამ რაღაც კომფორტულად ვარ და ვიჯექით ამ სავარძელში ამ პანდემიის გარეს ვერ გავდე, მეთქი რა მაგარი ეს სკამი. გადავუღე სკამს ფოტო, მე დაურეკე ჩემ მეგობარს, მე ვთხარი, აი ხო სახში რას ფიქრობ, აი ეს რომელია შენი საყვარელი სკამი. აუ აგარიაო ჩემი აი ეს საყვარელი სკამი ვთხარი, გეხვეწები გადავუღე ფოტო და გამომიქსავდი. და აი ესე ურეკავდი ვიღაცები და ამ ფოტოებს ზოგმა რაღაცა დადო სკამზე და
ძალიან ბევრი ფოტო. ეს მახსოვს სხვათა შორის. ეს გამოფენა იყო იმაში, სტამბაში იყო. გამომიგზავნეს და მე სტეფანოს ციციბას ეცნობადი ხალხი, მე სპორტსმენები, მუსიკოსები, რა ვიცი, პოეტები, მხატვრები, უბრალო მოქალაქეები. აი ესე ბუნებრივად მე ჩემი ცოლი ალაგებდა და სტამბაში გავაკეთე და გამოვიდა აი მართლა ძალიან მაგარი გამოფენა, იმიტომ რომ კეთდებოდა მაგ პერიოდში, მაგრამ ხო ესე პირდაპირ რაღაც პირბადები და ეს იყო რაღაცა დაგე სკამი და რაღაც ჩემი ცხოვრების ნაწილია რა. ეს სკამი და აი ყველა მიგზავნიდა ამ ფოტოები და ძალიან მაგარი ესეთი ნამუშევარი გამოვიდა პანდემიის პერიოდში რა, მაგრამ გავიტი ძალიან ბევრი ხალხი იყო, ყველა მოდიოდა, აი ჩემი სკამი და რაღაც ისეთი გამოვიდა. ბატონიკო, თქვენი შემოქმედების პირველი შემფასებელი, როგორც ვიცი, არის თქვენი მეუღლე. კი ბატონო, კი, ნამდვილად. და უნდა გკითხოთ, რამდენადაც შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ თქვენი გაცნობის და სიყვარულის ისტორია. ხო, ჩემი სიყვარულის ესე იყო. ესეთი დიდი ადამიანი იყო ჩემი მეგობარი თემური იაკობაშვილი, მხატვარი, აქ დაბადებული დაზილი, წავიდა ისრაელში და გარდაიცვალა თემური. ძალიან ეს მე-10 საათზე რო ამოვდი, გამორჩა თემურიც ამოდიოდა და ძალიან პატრიოტი და დიდი მოქალაქე და ძალიან მართლა მაგარი მხატვარი. ხო და თემურის ეზოში ცხოვრობდა ჩემი მეუღლე. პატარა იყო თემურის რო დავდიოდი. იქ რაღაც ძალიან სიმპათიები და იმით განვეწყე და თემური ძალიან დამეხმარა, მახსოვს რაღაც დაბადების დღე ქონდა და რაღაც ეს ნამუშევარი გავატანე, თემური ავიდა აჩუქა და დიდი როლი მიუძღვა და თემურს ამ გაცნობაში და რომ აი ესე ნუ 2 წელიწადი რაღაცა ესე ხვდებოდი რაღაც და მე ბუნებრივად რა ვიცი როგორ გითხრათ ნუ აი კეთინო რო არა მოკლედ ჩემი მეუღლე ძალიან ბევრი რომ არ ვიცი როგორ იქნებოდა და რა იქნებოდა, იმიტომ რომ საერთოდ აი ქალის როლი აი დღესაც საერთოდ სოფლიოში და მით უმეტეს საქართველოში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ასე ვთქვათ, აქტიური და კაცები უფრო რაღაც თქო მძინარები არიან და მოშვებული არიან რა. ამას სულ ამბობ, ქალის როლი ძალიან სერიოზულია და ასე რომ კეთინოს როლი ძალიან დიდია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცაში ნუ ხო მხატვრები და რაღაც 1000 რაღაცა და ამას რა მოყვება და მე რა და მოკლედ აი სულ გვერდზე მედგა ყოველთვის რაღაც იყო ძიმე პერიოდი, ძალიან გვიჭირდა და საქმე და ნივთები გავქონდა კიდი და ძალიან გვიჭირდა, მაგრამ არასოდეს ის არ ყოფილა რა, სულ გვერდზე მედგა და აი ნამუშევრებში ცხადახა რომ ხატობთ კეთი რო კაი გავუშველი დამთავრებულია, რომ თქვით მართლა დამთავრებულია რა. სერიოზულად, იმიტომ ძალიან დიდი როლი მიუძღვის და რა ვიცი ყველაფერი ჩვენი შვილები, ალექსანდრე, ანი, შვილიშვილები, რა ვიცი, აი კეთი ნუ არის ისეთი დედა, ნუ აი მათსაც უნდა გკითხოთ აუცილებლად თქვენს შვილებზე და შვილიშვილებზე, რომელიმე ხო არ ხატავს. არა, ეცეთა ალექსანდრე ხატავდა, მე აღარა. ანი თეატრალური დამთავრდა, ხო, მსახიობი არის და ეხლა აი კაი ცხოვრება საქართველოში აღარ არის და ამერიკაში ცხოვრობს, იქ არის უკვე მესამე წელია შვილიშვილები, ასე თქვა, წამართვა და წაიყვანა ჩემო სიძემდა შვილს. იმით მეკონტაქტებით, რაღაც ვაიბერით, რა ვიცი. კიდე კაი რო ეს არსებობს, რომ მაინც ველაპარაკები, რაღაცა შვიდდები რა. ხო და ნუ ანიც რაღაცა მის საქმეში ისეთია რა. კარგად ასრულებს მის საქმეს, რაღაც სპექტაკლებშიც ნახები, არ დავდივარ ისე ხშირად რაღაც თეატრებში და ეს, მაგრამ ნუ აი მივედი ნახე, იმიტომ კი არა ჩემ მომეწონა, მე ფილმი იყო ფორმულაზე გადიოდა თესეა, იქ თამაშობდა ნინიკოს როლში ერთ-ერთ მთავარ როლში და მართლა მეც მომეწონა, მე ნაცროვის სახეობები მირეკა ვირაკაიშვილი ყოლია და ისე გამიხარდა რა. მართლა აი არი ფიქრობთ ეს ქება და რაღაც არ მიყვარს რა, ყოველთვის შეჭო, მაგრამ მართლა რაღაცა ისეთი, ნუ დადებით ითქვა და ძალიან მიხარია რომ ესე უყვარს მისი საქმე და იქაც ხო ჩართული არის რაღაცაებში. ნუ დგახარ, სანამ ისე დაუნახი ხარ და უჭამი არამე, ან დაულევია. ბატონიკო, ესე იგი მე არ მახსენდება აქცია, თუ ესე პირადად არ შეგხვედრივართ ახლოს მომიკრავს ხოლმე თქვენთვის თვალი. ანუ რა ვიცი, არა მარტო ეს წლევანდელი აქციები, ყველა აქციაზე ხართ უკვე წლებია. და ყოველთვის ხმამაღლა გამოხატავთ თქვენს პოზიციას, მე არ მახსენდება რომ ნიკო ცეცხლაძე გაჩუმებული იყოს. თუმცა აი თქვენ ლექტორით ბრძანდებით, ასწავლით სტუდენტებს და ამ თაობასთან შვილებიდან გამომდინარე, თქვენი სტუდენტებიდანაც გამომდინარე გაქვთ შეხვება.
თუმცა აი მაინც რო უყურებთ ამდენ გულანთებულ ახალგაზრდას ამდენი ხნის განმავლობაში აქციაზე რა გზნობა გიჩნდებათ და რას ეტყვით ამ ახალგაზრდებს? ხო, აი რა გზნობა მიჩნდება მე 9 აპრილს მე და ოლეგ ტიმჩეკო ვიდექით იქ 9 აპრილს აქციაზე. ოლეგ ტიმჩეკო შემდეგ იყო რუსთავი ვაკის პარკში. რა ვიცი, იმიტომ გითხარით რომ 85 წლიდან ეს ხატვა დავიწყე და ევროპა და გზა, აი ამ ჩემი პოზიციისთვის არ მიღალატი არასოდეს და რა წინვალე ბავშვები რა ახალგაზრდები აი ამაზე უნდა გკითხოთ. რა ხალხი ინტელექტუალები, აი ჩემი მოგვარი რო ზვია ცეცხლაძე, ის ბავშვი როგორ კიკნაძე, რა ვიცი რამდენი ვთქვა. აი ეს ბავშვები, აი ეს ბაზა არის დაკავებული და ზოგადად ტიტუშკები რო შეხედავ ტელევიზორზე რო უყურებ რა სახე არა იმიტომ კი არავის არ უსურებ იქ ყოფნას მაგრამ ჩვენ ქალაქში ყველას უკუღმართად ხდება ხო აი მართლა უკუღმართობა როგორ შეიძლება ის ცოდნა მე გაიღმაო და მაგრამ მე დარწმუნებული ვარ აი ეს ნათელი ძალა კიდევ უფრო მეტი იქნება და არ არსებობს ნათელი ძალა ბნელ ძალას დაამარცხებს ამაში ვარ დარწმუნებული და დადგება ეს ბავშვები მაგრამ განთავისუფლებიან და მე მჯერა რა ვქნა იმ ჯერა რომ ერთხელ და სამუდამოდ აი დაწყებული ოზერში რა დაგვემართა შემდეგ და რაღაცას ექნება დასასრული მართლა და იმედი მაქვს აი ჩვენი ხალხი და მართლა რომ ძალა ერთობაში და ამ ერთობის იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ეს ესე იქნება აი ხო რამდენი ხანია უკვე თითქმის 91 დღეა ეს აქციები მიმდინარეობს და არ გაწყობდა ეს ალბათ ნახავს იმ გზას და მიიყვანს აი ზუსტად გამარჯვებამდე. ამაში ვარ დარწმუნებული, ესე უბრალოდ არაფერი არ ხდება და ეს მეორე მხარისთვისაც მათთვისაც იქნება უკეთესი, რაც მალე გააცნობიერებენ და მათი შვილებისთვის და საერთოდ, იმიტომ რომ ამ ერთ ქალაქში უნდა ვიცხოვროთ ყველა, ხო? ამ ქალაქის შვილები ერთმანეთს ხო უნდა შევხედოთ თვალებში და მე არასოდეს არ მყავს ხუცხას ზოგიერთი რომ შევხედებ და თავს დახრინა თვალს ვერ გისწორებენ. მე შევინდა ნებისმიერ თვალი გაუსწორო. მე არ ვარ ჩემი ქვეყნის მტერი. მე ადამიანი თუ რამეს კარგს გააკეთებს დაუშვათ იმ თავობაში რაღაცები გაუკეთებიათ ხელოვნების სფეროში ვიღაცებს დაუშვათ აი ქალაქში რაღაც გამწვანებები რაღაცები და ყოველთვის ვაფასებ იმიტომ რომ რაღაცა რო წესრიგდება მაგრამ როდესაც ამ ფონზე მოდის საწინააღმდეგო და რაღაცა საშინელება და ეს დარბევა და ამ ახალგაზრდების ცემა ტყება დაძევენ ეს ტიტული ეს სიგიჟეა პროსტო აი წარმოუდგენელია რომ ადამიანი სახლიდან რო გადის ესე იგი ნუ ბავშვი რო გადის ნერვიულობ რომ მეთქი რაღაცა არ მოხდეს ეს სიგიჟე ამას ვერ წარმოვიდგენი და ეს უნდა დამთავრდეს და არ არსებობს რა ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული და დარწმუნებული ვარ ეს ძალიან მალე დასრულდება იმიტომ რომ არის რაღაცები უკვე თითქოს ყველა ზღავს გადააჭარბეს ნუ არ შეიძლება პროსტო წარმოვიდგენელია თბილისით ქალაქი იყო ხალხი რაღაც ერთიანობა ურთიერთობა ყოველთვის რაღაცა ესეთი სიტფოტრიალებდა რა ხა მე იმას კი არ მივტირამ საბჭოთა პერიოდს არა ეს ურთიერთობები და დღეს ალბათ დარწმუნებული ვარ რომ აი ეს ძალა სწორედ რომელიც ახლა დაკავებული არის ისინი კი ისინი ყველაზე თავისუფლები არიან ესენი არიან თვითონ დაკავებულები და დაჟილები ვინც ამას უკეთებს აი ახალგაზრდებს რას ვეტყვი ამ ახალგაზრდებს ეს არის ბრწყინვალე ახალგაზრდები იმიტომ რომ აი მართლა მიხარი ისე კარგად საუბრებენ ისე ყველაფერს ისე კარგად ჩამოაყალიბებენ ზუსტად იციან რა უნდათ ხო აი ეს ახალგაზრდები ნებისმიერ ამ თავრობისას რო დაუსვა დებატებში აი გამოჩნდება აი ყველაფერი რომ აი როგორი მომავალი თაობა აქვს და მით უმეტეს აი მათ მიმართავ იქ ვინც არიან ჩვენ აქ ვართ ხალხო და ყველაფერს გავაკეთებთ რომ თქვენ ძალიან მალე გათავისუფლდეთ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ძალა ერთობაშია და მივიდით ჩვენი მომავლისთვის იმიტომ რომ არ მინდა რომ ესე დარჩეს რომ ღმერთმა დაიფაროს რაღაცა აი როგორ გითხრათ რომ არა არ არსებობს აი ეს რაღაცასაც არ უშვებ მოკლედ არ ვათქვევინეთ ის ჩვენ მომავალთაობას რომ აი მშობლებმა ეს რა საქართველოს დაგვიტოვესო რა და ამისთვის ყველას მოუწოდებ ერთი მინდა თქვა იმიტომ რომ ეს აქციას მიმდინარეობს ხალხო უფრო მეტი უნდა იყოს უნდა გამოხვიდეთ უნდა გაზეროთ უნდა დავდგეთ ერთად და მშვიდობიანი გზით უნდა დასრულდეს აი ეს რეჟიმი ბატონო ნიკო უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და საინტერესო თავგადასავლებისთვის და რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყანას გამარჯვებას ვუსურვებ. ჯერ მინდა იქით მადლობა გადაგიხადოს შეწუხდით მოხვედით. ხო და აი ერთი მინდა ჩემ ქვეყანას
კიდევ ერთხელ წარმატება და ყველაფერი კარგი უსურო საქართველოს მოქალაქეებს, ასე ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეებს ამას ხაზს გავსვი, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი აზერბაიჯანელები, კიდევ ერთხელ სომხები, ებრაელები ცხოვრობენ და ისინი თიბძიან იმ თავისუფლებისთვის ჩვენთან ერთად. ნამდვილად. დიდი მადლობა.